ლოპოტას ტბაზე პოლიციელებისა და მოსამართლეების ტრენინგი დასრულდა. ოჯახში ძალადობა და მისი პრევენცია, ასევე როგორ უნდა მოიქცეს სამართალდამცავი მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობის შემთხვევებში გამოიძახებენ. 2 დღის განმავლობაში სამართალდამცავებმა ამ თემების გარშემო ისაუბრეს. დღეს მათ ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა გადასცეს. Სისტემატურად მუშაობთ პოლიციელთა მომზადების საკითხზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ძალიან ბევრი საბაზისო სწავლება და ძალიან ბევრი, თქვათ, განგრძობითი სწავლების კურსები გვაქვს განხორციელებული. Რა თქმა უნდა, მთელი საკითხები, მნიშვნელოვანი საკითხები, პრობლემური საკითხები დამუშავებული გვაქვს იმ პრაქტიკული, უკეთ აგროვული პრაქტიკული გამოცდილებიდან თეორიულად გვაქვს დამუშავებული და აღსანიშნავია, რომ გვეძლევა საშუალება, რომ რეალურად ამ პრაქტიკულ მუშაკებთან ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი შეხედულება, ანუ ეფექტური მუშაობის გაძლიერების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ასეთ მთელი რიგი პაკეტის მიწოდება შეგვიძლია. სერტიფიკატების გადაცემამდე ლევან იზორიამ პოლიციელებს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით სამინისტროს გეგმები გააცნო. მისი თქმით, სამინისტრო ძალადობის პრევენციის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს და უწყება საზოგადოების წინაშე მალე წარსდგება. ჩვენ უკვე წარვსდექით მთავრობის წინაშე კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში 126 პრიმამუხლის გამკაცრებას, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება. ჩვენ ამ ინიციატივით გვინდა დამატებით სასჯელის ზომა შემოვიღოთ, რომელიც გაითვალისწინებს უკვე თავისუფლების აღკვეთას, რითაც პოლიციელს სამართლებრივი საფუძველი ექნება მოძალადის დაკავებისა. ასევე შიდა ინსტრუქციის პროექტი მომზადდა, რომელსაც მალე მოეწერება ხელი, რომლის თანახმად ძალადობის ყველანაირი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში ოჯახში, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, პოლიციელს ევალება შემაკავებელი ორდერის გამოცემა. პოლიციელთა დაჯილდოების შემდეგ სტუმრებმა საჭირითო მოედანზე გადაინაცვლეს. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ქალთა საზოგადო ცხოვრებაში აქტიური ჩართვის მიზნით ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სიმბოლურად შეჯიბრი მოაწყო. დავიწყეთ ჯირითი პანკისელ ქალთა შორის, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიღწეული სპორტული ღონისძიება. ჯირითში ძირითადად პანკისელი ქალები იღებდნენ მონაწილეობას. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს თემთა მობილიზება ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის. ამ პროექტის მთავარი მიზანი არის პანკისის ხალხის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. ეს არის საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ამჯერად ჩაატარა ტრენინგი არხმეტის რაიონში მომუშავე პოლიციელებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის და აღნიშნული ღონისძიება დაგვირგვინდა პანკისელ ქალთა შორის ჯირითით. ეს იყო მათი მხრიდან და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხრიდან სპორტული ღონისძიება, რომელიც ემსახურებოდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას. რამდენიმე წლის შემდეგ რიგი პრობლემების გამო ჯირითი ერთი ცხენით გაგრძელდა. მის დასასრულს კი მოედანზე მშვიდობის სიმბოლოდ თეთრი რაში გამოვიდა. მე ქალთა საინფორმაციო ცენტრის სხვა ღონისძიებებშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული, ამიტომ აქაც სიამოვნებით დავთანხმდი. თანაც ცხენებით ძალიან მომწონს. სხვა მსგავს ღონისძიებებშიც სიამოვნებით ჩავერთვებოდი. შეჯიბრის მონაწილეები და გამარჯვებული ლევან იზორიამ დააჯილდოვა. როგორც ჯირითი, ასევე სამართალდამცავთა ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის ფარგლებში ჩატარდა. პროექტს ქალთა საინფორმაციო ცენტრი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს.